მოხუცია, რაღაც მინდა გთხოვოთ. რა უნდა გთხოვო, ბეგო? დღეს ხუმრობის ხასიათზე ვარ და არ გამიბრასდეთ. რატომ უნდა გაგიბრასდე? ძალიან კარგი, მაშინ წავიკითხავ ლექს, რომელიც თქვენზე დავწერე. ჩემზე დაწერე? დიახ, ვახო ძიამ გუშინ უჯარა გამოსწია. ბეგო, შენ ფიქრობ ეს სასაცილოა? არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მაგრად ვიხალისევ. გეყოფა. შენ გონი დაგავიწყდა აქ რისთვის ვართ მოსულები? ვაიმე, გამოცანა ლექსი თან ის ხომ როკ მუსიკას მიუძღვენით. რა თქმა უნდა, ბეგო, ასე არ ჯობია. აბა მითხარი, რას ფიქრობ როკ მუსიკაზე? რას ფიქრობ როკ მუსიკაზე? ისე უნდა ვიხუმრო რა. იმ კაცს ცხვირი გაუსივდა, მე კი მიყვარს როკ მუსიკა. ბეგო, ახლა მართლა გავბრასდები. ვაიმე, უკაცრავად. მოკლედ, ეს ლექსი დაუწერე ერთი ცნობილი, ძალიან მაგარი როკ ჯგუფის გიტარის და მისი გვარი იქნება გამოტოვებული და ის თქვენ უნდა გამოიცნოთ. ბეგო, აბა მიდი დაიწყე. ახლავე. ამ ბრწყინვალე გიტარისტმა დიფ ფარფლები შექმნა ჯგუფი, მაგრამ მერე მიატოვა. მოვიდა როცა ჩხუბი. თავის ფასი მან იცოდა და მომენტით ისარგებლა. კიდევ ერთი ჯგუფი შექმნა და დაარქვა ცისარტყელა. და ბოლოს არც ვიცი მეტი რა დავამატო. ეს გიტარისტი იცით მე მგონი. დიახ, სწორია, სხვა ვინ იქნება ლეგენდარული რიჩი? აი, გვარი თქვენ უნდა გამოიცნოთ ამ გიტარისტის. ჩვენ კიდე დაგემშვიდობებით. კარგად.